მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და ჩვენი წინა ლექციის თემა შეეხებოდა ლუპებს, ხომ? ანუ ციკლებს, ესე იგი რაღაცის გაკეთება როცა მსურს მე, რამდენჯერმე. ანუ შესაძლოა, ასე ვთქვათ, იქამდე, ასე ვთქვათ, იქამდე ვაკეთებინო რაღაც საქმე, თუ კი კონკრეტულ ინფორმაციას არ მივიღებ, ხომ? აი მაგალითად წინაზე რაც დაგვჭა ჩვენ აი ეს ბოლო მაგალითს რო განვიხილოთ, რომ სანამ ჭეშმარიტება, მაგამდე შევეკითხოთ მომხმარებელს რაღაცა და თუ მე ნაქვ პარსით ვაკონვერტირებდით string-დან int-ში. ეს ჩვენ არ გაგვიძლია, მაგრამ ალბათ დასერჩეთ და ისე მოიწიეთ. და თუ n-ი უდრიდან 0-ს, მაშინ დააბრეიქე. და თუ n-ი არ უდრიდან 0-ს, მაშინ ეს while-ი ხელახლა იტრიალებ და რადგან ჭეშმარიტება არის, ესე იგი ხელახლა შემოვიდო და აქ ამ ხაზზე, ხელახლა წაიკითხავ და ხელახლა შეიქმნებოდა n ცვლადი, რომელშიც მოთავსდებოდა ეს ინფორმაცია და მოკლედ ასე შემდეგ, ხო? ანუ ესე იგი ან მე მინდა რაღაცა დავშოთ 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ, ასე ვთქვათ, გამოვიყენო ეს ჩემი ლუპი და მეორე არის, რომ შეიძლება არ ვიცოდე ზოგადად რამდენჯერ, მაგრამ აი თუ საჭიროა, უსასრულოდაც კი შემეძლება რაღაცის გაკეთება, თუ იმ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებ. ხო, ეხლა მოდი, ასე ვთქვათ, გადავიდეთ და ავხსნათ ამოცა სტუდენტი წერს ხმა არ მისმის, თუმცა კაი, გავაგზავნოთ, მოდი. და თუ რამე ჩანაწერი ნახოს მერე, თუ ეგრე ის არის, იმიტომ რომ ხმა თუ არ ესმის, ისე როგორ. წესით თქვენ თუ კარგად გესმით ხმა, მაშინ მასაც უნდა ესმოდეს წესი და რიგით. კაი, ესე იგი, მოდით დღეს ავხსნათ ესეთი რაღაც. switch case-ები, ანუ ჩვენ ვახსენეთ loop-ებში ეს while loop-ი და ავხსენეთ for loop-ი და მოდი გეტყვით ჯერჯერობით, აი როდის რა უნდა გამოვიყენოთ რა? აი მაგალითად ეს while loop-ი ძირითად შემთხვევაში გვჭირდება მაშინ, როცა აი არ ვიცი რამდენჯერ გვინდა რომ შემოვიდეს. აი არ ვიცით. აი არ ვიცით რამდენჯერ ასე ვთქვათ, ვუთხრათ რამდენჯერ შევეკითხოთ მომხმარებელს რაღაც კონკრეტული ასე ვთქვათ კითხვა, ხო? დავუშვათ შეიყვანე რიცხვი 0 რომ რო შეჩერდეს, ხო? ანუ რაღაცა ტექსტი აი ეს კონკრეტული კოდი არ ვიცი რამდენჯერ მოხდება, ანუ რამდენჯერ მოხდება ამ while-ში შემოსვლა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, user-ი რას ჩაწერს. user-ი თუ კი ასე ვთქვათ, ანუ user-ი თუ კი პირველივე ჯერზე 0-იანს ჩაწერს, ოკეი. მაშინ ჩვეულებრივად დააბრეიქდება, როგორც ჩვენ break-ი ვისწავლეთ, რომ break-ის დროს while გამოვა და ჩვეულებრივად while loop-ი აღარ იმუშავებს. თუმცა, თუ კი ეს n-ი 0-ის ტოლი არ იქნება, მაშინ ჩვეულებრივად ეს while-ი გაგრძელს უსასრულოდ. ანუ while loop-ი ძირითად შემთხვევაში გამოგვადგება მაშინ, როცა რაღაცა მოქმედება მინდა რომ გავაკეთო იქამდე სანამ სწორ პასუხს არ მივიღებ და ეს სწორი პასუხი დამოკიდებულია რაღაცაზე, ადამიანზე თუნდაც, ან ასე შემდეგ. ანუ განსაზღვრული არ არის ის რაოდენობა, რამდენჯერაც მე ვეკითხები. თუმცა, აი for loop-ის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად არის. ანუ for loops მე ვიყენებ ზოგადად როცა ვიცი რაოდენობა. აი რამდენჯერ უნდა, ასე ვთქვათ, რამდენჯერ უნდა შევიდეს ჩემ for loop-ში. აი დავუშვათ, ჩვენ ხო აქ ვაკეთებდით, რომ სიტყვაზე i უდრის 0-ს ინაკლებია 200-ზე და ჩვენ ვიცით, რომ 200-ჯერ უნდა შემოვიდეს for loop-ში. მე ზუსტად ვიცი, რამდენჯერ უნდა შემოვიდეს და მაგიტომაც წერ აქ 200-ს, ხო? 5-ჯერ, 6-ჯერ არ აქვს მნიშვნელობა. აი, როცა რიცხვი ვიცი, ამ დროს for loops ვიყენებ. მაგრამ როცა რიცხვი არ ვიცი, აი რატოღაც ეგრე შევთანხმდით, აი რატოღაც whiles ვიყენებთ. სადაც არის ამოთავსებული, რომ სანამ ჭეშმარიტებაა, მაგამდე რაღაცა კეთდება.
კი, ეხლა თქვენ დასვათ კითხვას, რომ რავი, for loop-ში რომ ეს სიტყვაზე 200-მდე რაღაცას ვაკეთებდი. მე ხო შემიძლია იგივე გავაკეთო while-ით. ხო? აი, დავუშვათ ესეთ რამე მეწეროს, რომ while აი მოდი ჯერ ცვლადი მქონდეს შექმნილი int i სიტყვაზე უდრის 0-ს და while i ნაკლებია 200-ზე იქამდე დაიპრინტოს რაღაცა და მაგის მერე i++. ანუ ჩვეულებრივად i გაიზარდოს 1-ით, ხო? და აქ მერე ანუ ჩვეულებრივად იმუშავებს, ხო? ანუ i გაიზრდება, როცა მივა 200-მდე, 200-ზე ნაკლები ვერ იქნება, ანუ დაბრუნდება აქ მცდარობა და აქ ვეღარ შემოვა. ეს ჩვენ წინაზეც ნახეთ, ხო? მაგრამ აი რატომღაც ესე, ანუ რატომღაც while-ს ვიყენებთ ხოლმე, აი ძირითადად იმ შემთხვევაში, როცა source ანუ როცა source ისეთ თემაზე მუშაობა, სადაც არ ვიცი რამდენჯერ შემოდის while loop-ში. არ ვიცი. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის user-ზე. აი მაგალითად, ყველაზე სკაი მაგალითი მაგის არის ის, რომ ანუ ვქონდეს საიდუმლო ციფრი ან ტექსტი. საიდუმლო ტექსტი ვქონდეს. და მოხმარებელს, აი პროგრამაში შევიყვანოთ ტექსტი, რაღაცა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია თუ არ უდრის იმ ტექსტს, იმ საიდუმლოს, იმ ტექსტს, მაშინ ხელახლა ვკითხოთ. ანუ ჩვენი პროგრამა არ უნდა გაჩერდეს, ანუ კითხვით, ხო? აი მაგალითად შეიყვანეს ტექსტი, ჩვენ ვწერთ, ვიღაცამ შეიყვანა რაღაცა ტექსტი, თუ არ უდრის იმ კონკრეტულ ინფორმაციას, მაშინ ხელახლა უნდა შევეკითხოთ. კიდე ხელახლა უნდა შევეკითხოთ, კიდე, სანამ არ გამოვიცნობს, ხო? ანუ ამ შემთხვევაში მე არ ვიცი, რამდენჯერ შეიძლება შემოვიდეს. აქედან გამომდინარე, for loops არ გამოვიყენებ. გამოვიყენებ ძირითადად while-ს. და იქ true-ს დავწერდი რა. მაგრამ თუ მე ვიცი რამდენჯერ უნდა შევიყვანო კონკრეტულად ციკლში, მაშინ მე for-ს გამოვიყენებ. for int i უდრის 0-ს, i ნაკლებია 5-ზე, i++-ი და აქ დავპრინტავდი რაღაცას, ხო? ან არ აუცილებელი ზოგადად დავპრინტოთ. ანუ მე რო ეხა აქ რაღაცა პრინტს ვამბობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც პრინტი შემიძლია ამ for loop-ში. არა, მე შემიძლია ნებისმიერ რამე რო დავწერო აქ. აი, ნებისმიერი მოქმედება რაც გამიხარდება. for loop-ის გარეთ რასაც ვწერდი, ისიც შემიძლია აქ დავწერო. ანუ გინდა ცვლადების შექმნა int b უდრის 4-ს მაგალითად და მე რაღაცის შესრულება აქ, ანუ არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერი რამე. აი ამ ფიგურ ფრჩხილებში, აი ამასა და ამას შორის ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ნებისმიერი კოდის დაწერა შემიძლია. ნუ აღარ ეს უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, რომ i რადგან აქაც და აქაც ერთ და იგივეა, ჩვენ პროგრამა ასე ვთქვათ, ვერ გავუშვებთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ერთნაირი არ უნდა იყოს, ხო? ასე რომ ამას დავაკომენტარებ ხა. და ჩვეულებრივად გასწორდება. ეს ცოტა მოკლე მიმოხილვა რა, როდის რას გამოვიყენებ. კი, რა თქმა უნდა, აი while true რომ იწერია აი აქ, შემიძლია იგივე კოდი გავაკეთო და უშუალოდ for loop-ით. ოღონდ აი იქ for-ში, მაგალითად აქ დავწერდი true-ს. და ჩვენ წინაზე ვისწავლეთ, რომ true ნიშნავს ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტებას რა თქმა უნდა და for loop-ში როცა აი აქ მეორე ნაწილში true გვიწერია, ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის შემოვა აი აქ და აქ დამჭირდება მაშინ სადღაც break-ის თემა, რომ აი თუ ეს უდრის, მაშინ დააბრეიქი, ხო? რომელიც აი ეს რა გაჩნია ამოცანას როგორ დავწერდი რა. ეს break სიტყვა, აი ეს break-ი საშუალებას მაძლევს, რომ ნებისმიერი loop-იდან უცბად გამოვიდე. აი დღეს მოდი ცოტა უფრო ღრმად შევიდეთ და ახსნათ continue ბრძანება. ესე იგი, ამ for loop-ში არსებობს ეს რამე continue. ეს continue. რა შეიძლება ეს continue ნახეთ? ანუ break-ი და continue ძალიან კაი ხელსაწყოები არიან და რა კუთხით? break-ი
საშუალებას მაძლევს რომ გავიდეს საერთოდ ლუპიდან. საერთოდ არ აინტერესებს მას ლუპი არაფერი, გამოვა პირდაპირ ამ for loop-იდან და გააგრძელებს თავის გზას, ხო, კოდს აიკითხავს. და continue არის როგორი ხელსაწყო იცით? არ გამოდის for loop-იდან, მაგრამ აი ამ კოდის წაკითხვას თავს არიდებს, ქვემოთ წაკითხულ კოდს თავს არიდებს და პირდაპირ აქ ამოდის და ერთით იზრდება. ანუ იმ კოდს, რაც მე მიწერია აქ, ანუ არ კითხულობს და ავტომატურად ზემოთ ამოდის და ის ერთით ზრდის. აი, ბოდი ძალიან მარტივად გავაკეთოთ ერთი მაგალითი, რომელიც ჩვენ დავალებებში გვაქვს და აი, მანდ გამოჩნდება ამ ჩვენი continuous ძალიან კაი, ასე ვთქვათ, გამოყენება რა. აი, მაგალითად, ესე იგი, ჩვენ გვქონდეს ესეთი დავალება, რომელიც იყოს ესეთი რაღაცა, რომ გთხოვთ ეკრანზე გამოვიტანოთ 0-დან 10-ის ჩათვლით ყველა ლუწი რიცხვი. აი ესეთი ის გამოვიტანოთ. ეხლა როგორ ვაკეთებთ ამას, ხო? ну პირველ რიგში ჩვენ ვიცით რომ რაღაცა შუალედი გვაქვს, ესე იგი 0-დან 10-ის ჩათვლით შუალედი გვაქვს, ხო? ესე იგი მე შემიძლია ეს ჩემი for loop-ი რაღაცნაირად გავაკეთო 0-დან 10-ის ჩათვლით. ესე იგი i 0-ის ტოლი იყოს და 10-ის ჩათვლით ხდებოდეს ყველაფერი. და აი მანდ შევასვლო რაღაც მოქმედებები. მაგალითად for int i უდრის 0-ს. ესე იგი i ნაკლებია an ტოლი 10-ზე, იმიტომ რომ ჩვენ აქ 10-ის ჩათვლით გვაინტერესებს. 10-ის ჩათვლით. აი ეს გვაინტერესებს. და i++. უნდა ეს ჩვეულებრივად ჩვენ ვისწავლეთ, რომ ესეთი რამე არსებობს, ხო? და აი აქ უნდა დავწერო რა? უნდა გამოვიტანო ეკრანზე ყველა ლუწი რიცხვი. ну რავი, ესე იგი 0-დან იწყება, ხო? აი 0 ლუწია კი. 1 არ არის, 2 ლუწია, 3 არ არის, 4 ლუწია, მაგრამ რავი, ესე როგორ მივანიშნო? აი მაგალითად, მოდი ახლა console write-line i დავწეროთ, რომ აი მივხვდეთ რა შედეგამდე გავდივართ ჯერჯერობით. აი ეს კოდი ხო დავწერეთ. ჯერჯერობით არ ვამოწებ არც ლუწზე, არც კენტზე, არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ მოდი გავუშვათ ერთხელ. უბრალოდ დავწუნდეთ რაზეა საუბარი. ეს მოიცადე. ზევით მაგ დასაკომენტარებელი. ესე იგი 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იყო i 0-ის ტოლი, ესე იგი თავიდან i არის 0-ის ტოლი, შემოვიდა აქ, ესე იგი 0i, ანუ 0 ნაკლებიან ტოლი 10-ზე, რა თქმა უნდა, ნაკლებიან ტოლი 10-ზე, ასე რომ შემოვიდა აი ამ 132 ხაზზე console write-line i. ესე იგი დაპრინტა. ესე იგი დაპრინტა 0-იანი. მე ზემოთ ამოვიდა, ერთით გაიზარდა, ხო? მე ერთი ნაკლებიან ტოლი 10-ზე თუ არის, მაშინ შემოდი აი ამ ფიგურულ ჩხილებში, რა თქმა უნდა, დაპრინტე i, მე i ერთით გაზარდე. და ესე მიყვა 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10-ზე ქნა, იმიტომ რომ 10-ზეც ქნა, იმიტომ რომ აქ ტოლობა მიწერია. და მე 11-ზე როცა გადავიდა, 11 ნაკლებიან ტოლია 10-ზე რომ დაინახა, არის მცდარობაო და ამაში აღარც შემოვიდა. კაი. მაგრამ ეხლა რა ვიცი, ეხლა მე აქ რავი კენტებიც მაქვს და ლუწებიც მაქვს. აი ხო ვერ დამეხმარებით აქ როგორ გავაკეთოთ? აი როგორ გავაკეთოთ მარტო ლუწები. ვისაც რაიმე აზრი გაქვთ. შემოვიდე Discord-ში. ნაშთი. ოკეი. სხვას რა ის გქონთ აზრი? ეთანხმებით? რომ ნაშთი უნდა გამოვიყენოთ. კაი. რადგან დუმ ხართ, მაშინ გავახცევთ. გეთანხმები, რომ ნაშთი უნდა გამოვიყენოთ. ანუ ჯერ პირველ რიგში უნდა გავარკვიო,
ან ჯერ პირველ რიგში ვსვავ ესეთ კითხვას, როგორ ვარკვევ რიცხვი ლუწია თუ კენტი. პირველ რიგში ამას ვსვავ, ამ კითხვას ვსვავ და ჩვენ ეს დავალება გაკეთებულიც გვაქვს. როგორ და რა ვიცი 2-ზე გავყოფ ეხლა და ნაშთი თუ 1-ია, მაშინ გამოდის კენტი, თუ არ არის ნაშთი, მაშინ გამოდის ლუწი. და რა ვიცი, ეს ჩვენ წინას გავაკეთეთ, ხო? ესე იგი, მე კონკრეტულ რიცხვზე ხო ვდგავარ ხა. ანუ i კონკრეტული რიცხვი ვიცი. ანუ ჯერ 0 იქნება, მერე 1 იქნება, მერე 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. ხო? ანუ კონკრეტულად ეგ რიცხვები იქნება, ხო? ესე იგი, მე ხო შემიძლია შევამოწმო, რომ i არის თუ არა ლუწი. და ესეთ რამე შემიძლია გავაკეთო, რომ თუ, ესე იგი, თუ ის როცა გავყოფ 2-ზე ნაშთს მივიღებ 0-ს, მაშინ უნდა გამოვიტანოთ ეკრანზე ყველა ლუწი, ხო? მაშინ console write line დავწეროთ რა? i. მოდი i დავპრინტოთ პირდაპირ. i, ანუ ის კონკრეტული რიცხვი. ესე იგი, თუ ის კონკრეტული რიცხვი 2-ზე როცა გაიყო, ნაშთი იქნება 0, ესე იგი ყოფილა ლუწი რიცხვი და შემოვა ეხა აქ და დაიპრინტება i. ანუ დაიპრინტება რა? 0, 2, 4, 6, 8, 10. მშვენიერი. ანუ პროგრამა ეხა როგორ კითხულობს ამას, ხო? ესე იგი ჯერ არის 0-ის ტოლი. წაიკითხა 0 რო გაიყოფა 2-ზე ნაშთი 0-ია? ისე i როცა გაიყოფა 2-ზე ნაშთი 0-ია? თუ არის ნაშთი 0, მაშინ შემოვა ეხა აქ წაიკითხავს. თუ არა და რავი, არც არ გააკეთებს, ამაში არ შემოვა, მერე i გაიზრდება 1-ით. მერე დავშვათ i როცა 1-ის ტოლი არის. 1 რო გაიყოფა 2-ზე ნაშთი 0-ის ტოლია? არ არის ნაშთი 0-ის ტოლი. აქედან გამომდინარე, აი ამ ფიგურულ ჩხლებში არ შემოვა, ნუ გააგრძელებს ისევ ხელახლა i 1-ით გაიზრდება. და ეს ხელახლა შეეკითხება პროგრამა ყოველთვის ის კონკრეტული რიცხვი, რომ გაიყოფა 2-ზე ნაშთი თუ არის 0-ის ტოლი. ეს არის ერთგვარი გადაწყვეტა ამ ჩვენ პროგრამის. მაგრამ მოდი მეორნაირად გავაკეთოთ. ანუ ეს ხო არის რომ მე ვეძებ ლუწ რიცხვებს და გავამაგ. მაგრამ მოდი როგორ გავაკეთოთ, იცი? ლუწ რიცხვები კი არ ვიპოვოთ, კენტები ვიპოვოთ და ეგ კენტი რიცხვები დავაიგნოროთ. და ნახეთ ეხლა რას ვაკეთებ. მე ვწერ. ეს ჯერჯერობით გქონდეს, მაინც სამახსოვროდ. და ესეთ რამეს ვწერ. თუ i გაიყოფა 2-ზე და ნაშთი 1-ის ტოლია, მაშინ აი აქ გავაკეთოთ ესეთი რაღაცა continue. და აი ქვემოთ, აი აქ დავწეროთ i. აი ეხლა ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი რა ხდება, მოდი გავუშვათ უბრალოდ პროგრამა, დავწუნდეთ რომ უბრალოდ სწორად გვიწერია. 0, 2, 4, 6, 8, 10. კაი, მაგრამ ეხლა მოდი გავარჩიოთ ეს კოდი, რა შვება. ესე იგი, for loop-ით შემოდის და ესეთ რამეს ვაკეთებთ. რომ თუ i გაიყო 2-ზე და ნაშთი 1-ის ტოლია, მაშინ ესე კენტი რიცხვია, ხო, ესე იგი? მაშინ აი ამ ხაზამდე რო არ მივიდეს და რო არ დაიპრინტოს, ვამბობ continues. ანუ ეს ასე ვთქვათ, იტერაცია, ანუ ეს კონკრეტული მდგომარეობა, როცა i არის მაგდროს კენტი, continues გავაკეთებ, ანუ დავასრულებ აქ და პირდაპირ მინდა რომ i 1-ით გაიზარდოს. ანუ იცი რატო ვაკეთებ მაგას? იმიტომ რომ რადგან კენტი რიცხვი არის, რატო უნდა დავპრინტო? ანუ კენტი რიცხვი თუ არის, მე საერთოდ კენტი რიცხვზე არ უნდა მქონდეს, აი ეს ანუ არ უნდა შეეძლოს რომ აი აქ ჩამოვიდეს და დაიპრინტოს ეს console write line i, ხო? აი აქ. ეს არ უნდა, ეს არ გვინდა რომ გაეშვას. აქთან გამომდინარე, ვამბობ continues, ანუ ქვემოთ ხაზები აღარ წაიკითხო ეხა, საკმარისია. უკვე კარგად საქმე გააკეთე შენ და ეგრევე i 1-ით გაიზარდოს. მაგრამ თუ ლუწ რიცხვზე მივდივარ, აი მაგალითად თუ კი i არის 6-ის ტოლი სიტყვაზე. 6 რომ გაიყო 2-ზე ნაშთი 1-ის ტოლი არ არის, ხო? აქედან გამომდინარე ამ if-ში არ შემოვა და ჩვეულებრივ წაიკითხავს ამას console write line i. აქედან გამომდინარე ჩვენ როგორ გავაკეთეთ, იცით? ანუ ჩვენ ვეძებეთ კენტი რიცხვები და თუ კი კენტი რიცხვები არის, აქ ქვემოთ ხაზამდე არ მივუშვებთ და
ის პირდაპირ ერთით გავსდი. ხო? აქედან გამომდინარე, ანუ ერთი ვარიანტი არის, რომ უბრალოდ ვეძებ ოლუწე რიცხვები და მაშინ დავპრინტო i. მეორე ვარიანტი არის, პირიქით კენტი რიცხვები ვიპოვო და თუ კენტი რიცხვები არის, მაშინ continuous მივცე, ანუ იმ მომენტში ერთით გაიზარდოს i, რომ მე ხელახლა წაიკითხოს ეს კოდები, ხო? ანუ ეს continue, ანუ რა განსხვავება continuous-სა და break შორის? Break-ი ყველაფრიან სადაც breaks დაინახავს ჩვენი პროგრამა, იქვე for loops თიშავს. ანუ გამოდის ჩვენი პროგრამა ამ for loop-იდან და ასე ვთქვათ, continue პირიქით შვება. ანუ პირიქით რა, ანუ continue ანუ ამ კოდს უგულებელ ყოფს, რაც წერია. ანუ სადაც continuous დაინახავს, ქვემოთ ახასებს უგულებელ ყოფს, სადაც არ აინტერესებს და პირდაპირ ხდება increment-ი, ანუ ერთით გაზრდა. აი ეს მესამე მოქმედება სრულდება. აქედან გამომდინარე, continuous ზოგჯერ ძალიან ასე ვთქვათ, კარგი ხელსაწყოც არის. გააჩნია სიტუაციას, რა დროს დაგჭირდება ზოგადად ის გაზრდა ისე, რომ აი ეს ქვემოთ ახაზები არ წაიკითხოს. და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, აი ეს continuous ძალიან კარგი ხელსაწყოა გამოსაყენებლად. მაგრამ რო გითხრათ, რომ ხა ყოველთვის გამოიყენებთ თქო, არ არის ეგრე, ანუ შეიძლება ზოგჯერ ისე გავიდეს თქვენი რაღაცნაირად დავალებების პროცესი და ან თუნდაც დიდი პროექტები გავაკეთოთ და საერთოდ არ გამოვიყენოთ continue. იმიტომ რომ აი უბრალოდ არსებობს პროგრამირებაში ეს continue და всё რა. უბრალოდ ჩემი მოვალეობა არის, რომ აგიხსნათ ეს, რომ არსებობს ესეთი რამე continue და რა დროს დაგჭირდებათ კაცმა არის. ანუ შეიძლება უცბად რაღაცა დავალებას ხსნიდეთ და აი უცბად გაგახსენეთ აი ეს პრინციპი, რომ continuity შემიძლია, რომ აი ეს ამ კონკრეტული მდგომარეობა, როცა i არის იმ დროს რაღაცა უგულებელყოს და გადავიდეს სხვა იმაზე. ანუ i ერთით გაიზარდოს და ხელახლა წაიკითხოს აი ეს კოდი. აქედან გამომდინარე, continue არის ეს ჩვენი ხელსაწყო. აბა აქ თუ არის რამე კითხვა. კაი, მიდი გიო. break-და ის continue მარტო ლუპებს ეხება? ხო. break და continue ეხება ლუპებს. ანუ break-ი შეგიძლია მხოლოდ ლუპებში, ანუ break-ი როგორც, ანუ break-ი და continue არის, ანუ როგორც for loop-ში, ასე while loop-ში. ანუ ორივეგან. სხვაგან არა. ანუ ლუპებში არის რა. სხვა აი ზოგადად კოდს რო ვწერ ლუპის გარეთ, მან break და რაღაცა არ არის. აი მე რო ხარ break დავწერო, სადღაც გარეთ. ვაფშე არც მიკდებს break-ი, რო სიტყვა არსებობსო. ანუ ეს break, ნახე, თან სიტყვას ეხა ვეტყვი. ნახე, no enclosing a loop out of which to break or continue. ანუ ეს break-ი ყოველთვის აკეთებს loop out-ს, ანუ ლუპიდან გასვლას. და loop-ი უნდა იყოს აუცილებლად, რომ break-ი ხდებოდეს. აი ნახე, no enclosing loop out which to break or continue. ანუ ეს break და continue აუცილებლად ლუპებშია. გასაგებია? გასაგებია. Okay. აი. ეს არის ჩვენ continue. ეხლა მოდი გადავიდეთ და ავხსნათ switch case-ები. რომელიც საერთოდ არ ბეკავშირი არ არის ლუპებთან, მაგრამ ძალიან საინტერესო ხელსაწყოა ეგეც, რომელიც if else-ებთან და else if-ებთან ასე ვთქვათ, კავშირშია და ცოტა უფრო მეტად ორგანიზებულია, ასე ვთქვათ, ჩვენი კოდი. ცოტა ხანი გადახვევა გავაკეთოთ ამ ჩვენი for loop-იდან. საწაგვია, მე დაუბრუნდებით მას. მაგრამ აი მოდი ესეთ რამე გავაკეთოთ. ჩვენ სიტყვაზე გვქონდეს რაღაც ამოცანას გაკეთება მინდა. აი მაგალითად ჩაწეროს რაღაცა, ანუ რაღაცა რიცხვი გვქონდეს. იცოდე, როგორ
ჯობია. ხო, ესე იგი რაღაცა რიცხვები გქონდეს. ესეთი დავალება იყოს, რომ სიტყვაზე 1-ზე დავპრინტოთ იანვარი, 2-ზე თებერვალი, 3-ზე მარტი, 4-ზე აპრილი და ასე შემდეგ. ანუ კონკრეტული რიცხვით დაკავშირებული იყოს წელიწადის თვეებთან. ანუ რასაც ჩაწერს, ის, ასე ვთქვათ, ის დავუპრინტოთ. ანუ დავუშვათ 6 თუ იქნება, მაშინ ივნისი, 7 თუ იქნება ივლისი, 11-ზე ნოემბერი და მოკლედ ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ანუ როგორ ვიქცეოდით, ხო? რაღაცა ცვლადი თუ მაქვს სიტყვაზე, რომელიც არის სიტყვაზე 4-იანი, ჩვენ ვიტყოდით, რომ თუ ეს ნამი უდრის 1-ს, მაშინ დაიპრინტება იანვარი. ამის მერე დავწერდით else if ნამი უდრის 2-ს, მაშინ დავწერდით თებერვალს. მერე კიდევ ერთხელ გავაგრძელებთ else if ნამი უდრის 3-ს, მაშინ აი აქ დაიპრინტებოდა მარტი და ასე შემდეგ. აი სიტყვაზე ეს ორი ის კონდეს რა. ორი რა, 3. პირველი, მეორე და მესამე. ანუ იანვარი, თებერვალი, მარტი კონდეს. თუ შეგვიძლია ესენი კიდევ ერთხელ დავაკოპიროთ კიდევაც, აი შეგვიძლია პირდაპირ ეს დავაკოპირო. else if ნამი უდრის 3-ს. არა 4-ს, 4-ს. მაშინ აპრილი, 5-ს თუ ჩავწერთ, მაშინ მაისი. მერე კიდევ ეს უნდა გავაგრძელო. აქ 6, აქ 7, აქ იქნება ივნისი, აქ იქნება ივლისი. აი ცოტაც ბარემ კიდევ ერთხელ დავაკოპიროთ. ან რავი, ზოგ მოდი საკმარისია. ანუ უბრალოდ ნუ ჩავთვალოთ რომ კიდევ არის ის თვეები რა და აქ წერია. ანუ ესე რაღაცა რიცხვი გვაქვს ჩვენ და ამ ესე ვადარებთ. თუ ნამი ერთს უდრის, მაშინ ეს, თუ არა ეს, მაშინ ეს, ასე შემდეგ. ეხლა მე რო გავუშვოთ ჩემი პროგრამა, ამიტომ რა თქმა უნდა აპრილს. იმიტომ რომ ნამი მაქვს 4 სტოლი და ამოგვიტო აპრილი. შვენერი. დაშვედე ეხლა თუ აქ მე შევცვლი და იქნება 2, მაშინ ამოვაგდებს თებერვალს. და ესე. ანუ ჩვეულებრივად რა ვიცი, ნებისმიერი რასაც ჩავწერ, ის იმ კონკრეტულ იმას ამოვაგდებს, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა ამ შემთხვევაში 7-ის ჩათვლით. ეს კარგი, მაგრამ აი ძალიან დიდი კოდი გავამევიდა. და რაღაცნაირად აი თლად არ მომწონს რა. აი if-ი, მერე else if-ი, ძალიან რაღაცნაირი კოდია რა. ანუ ბევრი else if-ების თავიდან ასაცილებლად ცოტა უფრო ორგანიზებული ხელსაწყო მოიგონეს და არსებობს switch case-ები. ანუ ამას ახლა ვაკომენტარებ და ვიწყებ switch case-ებით ამის წერას. მოდი აქვე დავწეროთ. ან გადმოვიტანოთ ეს. ამას დავაკომენტარებ და აი აქ შევუდგეთ კოდის წერას. გვაქვს სტუადი ნამი, რომელიც უდრის 0-ს. ეხლა როგორი სინტაქსი აქვს? ესე იგი, წერ switch აი ესე. და აი ამ ფრჩხილებში წერ აი იმ კონკრეტულ მონაცემს, რაც მინდა რომ შედარდეს. ამ შემთხვევაში არის ნამი, ხო? ესე იგი, ეს ნამი უნდა შედარდეს სხვა კონკრეტულ რიცხვებთან. 1-თან, 2-თან, 3-თან, 4-თან, 5-თან, 6-თან, 7-თან, ხო? ამ შემთხვევაში. switch name. ეხლა. ესე წერთ. და ანუ ეს ფიგურული ფრჩხილები საჭიროა. უცილებლად. და აი ეხლა აქ, ასე ვთქვათ, case-ებით წერ კოდს. ესე იგი, case-ი არის შემთხვევა, ანუ რაღაცა შემთხვევა. ესე იგი, თუ კი ეს case-ი, ანუ თუ კი ნამი იქნება სიტყვაზე 1 სტოლი, მაშინ რა მოხდეს? თუ 2 სტოლი იქნება, რა მოხდეს?
და ასე შემდეგ. აი მაგალითად case 1-ის შემთხვევაში წერ 2 წელს, მე enter-ს ვაწვევი და აი აქ პრინტავ სიტყვაზე იანვარი. და ყოველთვის უნდა break სიტყვა. აი შენ რო მითხარი გიო რომ ესა ეს break-ი კიდე სხვაგან თუ არისო რა. ანუ loop-ებში არის და ამავდროულად switch case-ებში. აი ეს break-ი საჭირო ამ შემთხვევაში, რომ სხვა რაღაცები არ წაიკითხოს. ეხლა გეტყვით რა სხვაზეა საუბარი. case 1-ის შემთხვევაში დაპრინტე იანვარი და всё, გამოდი ხამ switch-იდან. აღარ მინდა ეს switch. იმიტომ რომ უკვე ვიპოვე, რომ ეს ნამი არის 1-ის ტოლი და დაიპრინტება იანვარი. ამის მერე ეხლა ქვემოთ დავწეროთ case 2 console writeline თებერვალი break-ი. ანუ ეს ემე შემიძლია ძალიან ორგანიზებულად, ძალიან ლამაზად ჩამოწერო ის კონკრეტული რაღაცები და უფრო აი შედარებაც არ არის, ხო? აქ დავწერი მარტს, აქ აპრილს. მოდი ცოტა უფრო გავაგრძელოთ, იქ 7-მდე იყო. ხო, ესე იგი აქ 5, აქ 6 და 1-იც დავწეროთ და აქ 7 დავწეროთ. ეს აპრილი, მარტი, მაისი, აქ ივნისი, აქ კიდე ივნისი. ეს კი რა ხდება? მოდი ხა კარგად გავარჩიოთ. თან გავუშვათ. მაინც. აჰა, თებერვალი ამოგდო. ესე იგი ჩემი კოდი სწორად მუშაობს. მაგრამ მოდი გავარჩიოთ ეხლა რა ხდება ამ switch case-ების მიღმა. ესე იგი ჩვენ გვაქვს აქ სვალი ნამი რომელიც თვის 2-ს და მე ვწერთ switch ჭხილებს ხსნი, ჭხილებს ხურავ და ამ ჭხილებში ვანთავსებ ნამს. ანუ იმ კონკრეტულ რაღაცას, რაც უნდა შედარდეს. ანუ ნამი მინდა შედარდეს. ეხლა case ვწერ, ფიგურულ ჭხილებში ვჭირდება აუცილებლად და აი ამ ფიგურულ ჭხილებში ვწერ ესეთ რაღაცას. case და აი case-ის მერე ვწერ იმ ინფორმაციას, რომელიც უნდა უდრიდეს აი ამ ნამს. ანუ თუ ნამი 1-ს უდრის, მაშინ დაპრინტე იანვარი და დაბრეიქე. ანუ სხვებთან აღარ ასე ვთქვათ, სხვები აღარ წაიკითხო. case 2-ზე ასე ვთქვათ, დაპრინტე თებერვალი, დაბრეიქე. case 3-ზეც იგივე, case 4-ზეც იგივე და მოკლედ ყველაფერზე ასე შემდეგ რა. ანუ ნებისმიერ ამას. გინდა 5 ავიღოთ, 5-ის შემთხვევაში ჩვენ ამ ვიგდებს რა თქმა უნდა მაისო. და რო შევადაროთ ეხა ეს კოდი ამ კოდისგან. აი შედარებაც არ არის. ანუ რაღაცა თვალისთვის უფრო კარგად ასანახია, ხო? switch case-ებია, ანუ case-ები თუ ადარებ. case S და ასე შემდეგ. იქ ბევრი else-იფები მეწერა. ჭხილები, ფიგურული ჭხილები და ასე შემდეგ. და ეს არის უფრო გამარტივებული. აქედან გამომდინარე, როცა ბევრი else-იფი მჭირდება, აი ბევრჯერ რაღაცის შემოწმება. switch case-ები არის ძალიან კარგი ვარიანტი მაგის აღმოსაფრულად, ანუ უფრო კარგად შეგვიძლია კოდი დავწეროთ. აი ესეთ თუ დავწერთ რა. ამ დავალებას. აქ არის რამე კითხვა? ოკეი, ჩემი ხმა ხო ისმის კარგად ეგ მაინც დამიტესტურეთ. იმიტომ რომ რაღაცა კი ის ბოქს კითხვა. ოკეი, კარგი. აი. მოდი ახლა მაშინ მე დავსვა კითხვას. თქვენს თუ არ სვათ, მაშინ მე დავსვა და მე თვითონ ვეგავწე მე პასუხს. ესე მექნება. ერთ-ერთი საუბარი რა. ესე იგი. ეს მარტო რიცხვებზე switch case-ები? თუ ტექსტებზე? მოდი გავაკეთოთ ეგ. მოდი რა ვქნათ, იცი, შევცვალოთ რაღაცნაირად რა. მოდი ეს მეწეროს ბჭყალებში. აღონ როგორ გავაკეთო? სხვა დავალება ხო არ ჯობს? კაი, მოდი სხვა დავალება ჯობს. წესით ყველაფერზე იმუშავებს ხო? რაც if else-ებში შეგვიძლია გამოვიყენოთ. კი, ყველაფერზე მუშაობს, ტექსტ string-ებზეც, char-ებზეც,
ინტებს ეს ყველაფერზე მუშაობს, მაგრამ ერთი პაწაწინა გამონაკლისი არის ბულთან მიმართებაში. და ეგ მინდა რომ ეხლა გიცნოთ რა. ნახეთ. ანუ რა თემა ნახეთ? აი ეს კონკრეტული ინფორმაცია უნდა უდრიდეს იმ კონკრეტულ ინფორმაციას, რომ მაგდროს ქეიში შემოვიდეს. აი ეს უნდა უდრიდეს აი ამას. ხოლმე. მაგრამ მოდი რა გავაკეთოთ, იცით? აი დროს შეგვიძლია გავტესტოთ კიდევაც, აი დავუშვათ ტექსტებზე გავაკეთოთ ახლა და გეტყვით რომ იგივეა რა. ეს იგი string ტექსტი უდრის as მაგალითად და switch ეს რა არის? იცოდე? switch ტექსტი დავწეროთ. აქ case a და აქ დავპრინტოთ რა ვიცი hello world და break. აი თუ დაინახავთ break-ის ამარ დავწერე, წითლად მითებდა. და აი ეს არ შეგეშინდეთ. ანუ ისე არ შეთვალოთ აქ რომ როცა კოდს წერთ ახლა რაღაცა error-ი გაქვთ. ანუ break-ს როცა დაწერთ გამოსწორდება. აი დავუშვათ case b-ს ავიღოთ. b console write line რაღაცა break-ი hello ხო. ეხლა დავუშვათ ეს გავუშვათ ჩვენ. ამ შემთხვევაში უნდა დაგვიპრინტოს hello world-ი და b-ს დავწერ, მაშინ უნდა დავიპრინტოს hello. ეს გვაქვს. ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს char-ზეც გავაკეთოთ. მაგალითად ეს თუ როცა მოდი ეს დავაკომენტაროთ. და ახალი გავაკეთოთ, რომელიც char ტიპის არის. char ეს იყოს სიმბოლო და აქ მეწეროს ის კონკრეტული სიმბოლო. ანუ char-ზეც იგივენაირად მუშაობს რა თქმა უნდა. აი ეს hello world-ი დაიპრინტა. b-ზე hello. ჩვენერ. კაი. ესე მუშაობს char-ზეც, int-ზეც, string-ზეც ხო ჩვეულებრივად. მაგრამ აი bool-ზე არის ცოტა სხვანაირად. აი მოდი ახლა bool-ზე, აი bool-ი რაში გვჭირდება? აი რატომ მინდა შევადო რომ bool-ს რაღაცა ინფორმაცია. აი ნახეთ. ერთი დავალება გაქვთ თქვენ გასაკეთებლად და მოდი ბარემ ახლა გავაკეთოთ ეგ. მე მგონი წინაზეც გქონდათ ხო? აი cool-ებთან მიმართებაში რო იყო. აი რაღაცა დავუშვათ მაქვს რაღაცა cool-ა, დავუშვათ 80 და ეს თუ 90-ზე მეტი იყო, მაშინ A უნდა დაგვწერა, თუ არა და მე B, მე C, მე D და ასე შემდეგ. ხო, ეგეთი დავალება იყო. ხო და მოდი case-ებით გავაკეთოთ ეგ. ესე იგი, პირველი სამ case-ებით გავაკეთოთ. მოდი გავიხსენოთ default-ებით როგორ ვაკეთებთ იმაგას. ესე იგი, თუ score მეტი იქნებოდა 90-ზე და ამავდროულად score ნაკლები ან ტოლი იქნებოდა 100-ზე, მაშინ უნდა დაგვაპრინტა A. მერე აქ else if უნდა დაგვეწერა, ხო? რომ თუ score მეტია 80-ზე და ამავდროულად score ნაკლები ან ტოლია იმაზე რა ქვია 90-ზე, მაშინ უნდა დავაპრინტა B. და ერთიც გავაკეთოთ და ეს არის რა საკმარისია. ნუ შეგვიძლია აქვე დავწერო, შემიძლია კოდს შემოვიტანო. აქ 70 ავიღოთ. და აქ დავწეროთ 80. და აქ C დავწეროთ, ხო? ჩვეულებრივად. და ახლა მოდი ეს დავაკომენტაროთ. გავუშვათ. დაიპრინტა C. ხო, იმიტომ რომ 80-ზე ნაკლებიან ტოლი ესე არის რა. ნუ ჩემთან უნივერსიტეტში ეგრე არის რაღაცნაირად
ნუ იყოსავით, ანუ 91 უკვე ია რა, 90 არა აი. ამიტომ ეგრე ვაკეთებ რა. ხო, და ამოვხდოთ C, დამსახურებულად. მაგრამ მოდი ახლა ეს გავაკეთოთ кейსებით. ანუ რას გულისხმობ? აი ეს, აი მოდი ეს კითხვას დავსვამ. აი ეს ხო ჭეშმარიტება ან მცდარობა? ესეც ჭეშმარიტება ან მცდარობა. ანუ ტიპი არის ბული. ყოველთვის. ანუ აი ეს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტება ან მცდარობა და მაგას მიხედვით შემოვა ან არ შემოვა პროგრამა. ეხლა მოდი იგივე გავაკეთოთ кейსებით. ესე იგი. switch წერ. მაგრამ switch-ი რა უნდა ჩავწერო? რას ფიქრობთ? ეს switch-ი რა უნდა ჩავწერო? თქვენი აზრით. იფიქრეთ თუ რამე? არ არის პრობლემა. უბრალოდ ცვლადი უნდა იყოს true ან false და ეს ცვლადი იქნება ეგენი? თუ არა? აი სწორ რაღაცას მიაკეთე. აი მაშინ ესეთ კითხვას დავსვავ რა. აი რატომ აი ეგ და არა აი ეს score ცვლადი? აი აქ რო score ჩამეწერა. რატომ იქნებოდა ეს შეცდომა მაშინ? ან არა ლოგიკურობა? ბული ხო აკეთებს true-ს ანუ შედარებას ვერ გავაკეთებთ რა. იქ ხო შედარება გვაქვს გაკეთებული. სწორია. ანუ თვითონ აი ეს кейსი ყოველთვის უნდა ანუ ეს უნდა ედრებოდეს ამას. ანუ ეს უნდა დარდებოდეს ერთმანეთთან. აქ დაგვამეორე მე scores ვერ ვადარებ იმას სხვა რამეს. ანუ მე ვადარებ ჭეშმარიტებას ან მცდარობას ვადარებ აი ამას, ხო? აქ დაგვამეორე მე აქვს switch-ი წერ true-ს. სწორად თქვი. აი ცვლადი არა ახლა მე აუცილებელი. მე კი შემიძლია რომ დავწერო სიტყვაზე bool რაღაცა უდრის true-ს და მე ის ცვლადი დავწერო. მაგრამ რა ვიცი, ცვლადი შექმნას ბარემ აქ ჩავწერ. რატომაც არა, პირდაპირ. კაი, მაშინ ახლა დამეხმარეთ. ესე იგი, case-ში რა უნდა დავწერო? Case რა? true. ხო, მაგრამ true რო დავწერო, მე ხო მის გადადგენა მინდა, რომ აი 90-ზე მეტი და 100-ზე ნაკლებიან ტოლი თუა, მაშინ A და მიფრინდე. ვიდეოს. აი case 1? case 1, არა ნახე, ერთი არაფერი შუაში არ არის. ესე იგი, true უნდა შევადარო რაღაცას. ანუ true-ს თუ დარდება, მაშინ შემოვა ჩემ პროგრამაში. ანუ true რა დროს უნდა იყოს? ესე იგი, სიტყვაზე აი ეს if-ზე ავიღოთ მაგალითი. if-ის შემთხვევაში A-ზე, ეს რა შემთხვევაში დაპრინტავს? როცა მეტი იქნება 90. მეტი იქნება 90-ზე და score ნაკლები იქნება 100-ზე. ანუ აი აქ ხო, აი ეს. ჩვენ ხო ვისწავლეთ, რომ if-ში უნდა იყოს true აუცილებლად. რომ შემოვიდეს. ანუ რას ვეძახი, რომ აი ეს კოდი რაც არის, ეს ხო უნდა იყოს true. აი ეს უნდა იყოს true. რომ თუ მინდა რომ მას შემოვიდეს. ესე იგი switch მე true მიწერია, ესე იგი ეს true უნდა შედარდეს იმ კონკრეტულ შედარებასთან. თქო ვარ. case და აქ უნდა დავწერო აი ეგ. case აი ესე. case score მეტი 90-ზე რაღაცა. ესე. console white line break. აი ესეთი სინტაქსია. უბრალოდ, აი წერან რო თქვი რომ ცოტა ის აქ რო ცოტა ისეთი სინტაქსია აქვს იმისგან განსხვავებული. ანუ წესდებით აი ხა ეს score მეტია 90-ზე და score ესა ნაკლებიან ტოლი 100-ზე. აი ეს ხო უნდა მიბრუნდეს ხა true-ს ან false-ს და ეს წესით უნდა შემედარებინა ამასთან, ხო? წესით უნდა შეადაროს. მაგრამ რაღაცაად ვერ ადარებს. და ესეთი სინტაქსია case-ის მერე წერ bool-ს სიტყვას. მერე დაბალტირეს და მერე wins. აი ვინ მოიგონა ეს სინტაქსი
არც ერთ პროგრამირების ენაში ეს სინტაქსი არ აქვს. ანუ ყველა პროგრამირების ენაში თითქმის აი ეს ჩვეულებრივად ესმის პროგრამას, ანუ score მეტია 90-ზე და score ნაკლებია ტოლი 100-ზე, ეს ხო ან ჭეშმარიტება ამ ცდარობა, ხო? იმიტომ რომ score მაქვს აქ ჩვეულებრივად. ან ჭეშმარიტება ამ ცდარობა. თუ რა ვიცი, ჭეშმარიტება ამ ცდარობა როცა არის, შეედრებოდა ეხა ამ truth-თან და თუ იგი იქნებოდა, მაშინ შემოვიდოდა. თუ არა და არ შემოვიდოდა. ან წესით ყოველდღე არის. მაგრამ ჩვენ C# რაღაცა ეს არის. არა, ესეთი მოულოდნელობით აღსავსე. ეს რა შევხედოთ. და ესეთი სინტაქსი აქვს რა, case, bool, მერე დაბალი ტირე და მერე when. და მე იგივე შემიძლია მე იმას დავწერო რა. case, bool, score მეტია 80-ზე და score ნაკლებია ტოლია 90-ზე. ამ შემთხვევაში B. და ესეთი ავიღოთ ეხა 70-ზე და 80-ზე. გავიღოთ C. ეს დავუკომენტაროთ. გავუშვათ ეხა. დავიბიდეთ C. დავიღოთ 92. დავიბიდა A. და ასე შემდეგ. აბა თუ არის აქ რამე გავუქებარი. switch case-ებთან მიმართებაში. აბა გისმენთ? ეს when მარტო ბულის გვერდზე ეყენება? ხო. when მარტო ბულის გვერდზე ვწერთ, ხო? კი. შენ ხო ის ჩაუბრალოდ. case-ის მერე bool, მერე is და მერე when. აი. გასაგებია. აი. და მოდი ერთი დაავადება გავაკეთოთ და აი ეგ ძალიან საინტერესო დაავადება არის რა. ესე იგი, აი, ოღონდ თან რაღაცა მასალსაც ახსნი ეგ გამოდის. ესე იგი, მოდი დავპრინტოთ, აი ეს რომ გითხრათ რა, დაპრინტებას როცა ვიტყვი, ესე იგი კონსერვაითლენს გულისხმობ, ანუ შედეგის გამოტანას. ეს რო რაღაცნაირად ჩაგებიშტოთ რა, რაღაცნაირად, იმიტომ რომ შეიძლება უცხო იყოს რა, მე როცა დაპრინტოს გულისხმობ, რა არის ეს დაპრინტვა. ანუ print Python-ში არის რა, print რო შედეგი გამოიტანო ეკრანზე და ან თუნდაც სხვაგან და ეს print-ი ეს არის რა. დაპრინტვა ესევე ეძახით ხომ. მოდით დავპრინტოთ ტექსტის ყველა ასო. რა საინტერესო. რაღაცა ტექსტი რომ აქვს სიტყვაზე, var text კუდრის algo uni. აი ეს algo uni-იც არის. რა ვენად დავპრინტო ხა A L G O U N I ანუ რანაირად უნდა მივიდე იმ ასოებთან. მოდი პირველ რიგში უნდა რაღაცნაირად ვიცოდე როგორ დავპრინტო აი ამ ტექსტში მაგალითად U100. აი როგორ მივიდე აი ამ U100-სთან. და ამისთვის პროგრამირებაში არსებობს ინდექსები. ანუ ეს ტექსტი ხო არის? ამ ტექსტს ხო თავისი სიგრძე აქვს. და კონკრეტულ ასოს ამ ტექსტში აქვს თავისი ადრესი, თავისი რაღაცნაირი ინდექსი. მაგალითად, ეს A-100 ხო? ეს ხო პირველი ასოა. მაგრამ პირველია. I არის ბოლო. U არის, არ ვიცი, 1 2 3 4 5 მეხუთე არის U100, N მე-6-ე. და ასე შემდეგ, ესეთი რამეები ხო ვიცით ჩვენ ჩვეულებრივად ხო? რაღაცა დავითვლით და ესე მოშვებით. მაგრამ ჩვენ თქვით რომ ეს პროგრამირებაში რაღაცნაირად ათვლა ასოების სიცხე 0-დან და აი A უნდა ჩავთვალოთ როგორც ანუ A-ზე წვდომად ფუნქციას ესე იგი მე-0-დან უნდა მივიდე. ანუ ტექსტის მე-0 ინდექსი. L ტექსტის პირველი ინდექსი, ანუ ინდექსად 1.
2, 3, 4, 5 და 6 და ასე შემდეგ. მაგრამ პირველი ასო არის ინდექსად 0. აქედან გამომდინარე, მე თუ მსურს რომ ეს A ეკრანზე გამოვიტანო, მე კონსოლ white-ში წავწერო text და ინდექსი როგორ აღნიშნება? წერ კვადრატულ ჭრილებს და აი აქ წერ იმ კონკრეტულ რიცხვს, მაგალითად 0-ს. ანუ text index-ად 0. ანუ text index-ად 0 არის ესე იგი text-ის პირველი ასო. ანუ A. აი ესე, A. გამოვიტანა. მაგალითად, აი როგორ მოვწემდით U100-ს. U100 წეგნავთ თქვით რომ მეგონი ინდექსად 5 იყო. არა, მე 500 იყო. მე 500 თუ არის, ესე იგი ინდექსად 4-ია. იმიტომ რომ 10 და 0-დან იწყება 4 გამოდის. U მეორე 100 იქნებოდა ინდექსად 1, რა თქმა უნდა. L და ასე შემდეგ. აი როგორც გამიხარდება, რომელ 100-საც მინდა, იმას ვიპოვე. ეს. აი მოდი ესეთ კითხვას დავსვავ. აი ეს I100 რომელი ინდექსი არის? ანუ რა შევწერდი? უცბად დათვალეთ. შემდეგ გავადიდო. აი ეს I100 თუ მინდა რომ ვიპოვო. რა შევწერ აქ? შვიდ. 6. ეს 3, ეს 3, 4, 5, 6, 7 არის სულ? 7 არის სულ. ესე იგი მე 6 გამოვიდა, ხო? მე 6-ზე ინდექსი. ხო, ანუ 7, მე 7 არის ჩვენ რო ვითვლით რა თვითონ. აი ზოგადად ჩვენ ვითვლით ადამიანები. მაგრამ ისე რომ მივუთხართ პროგრამას, ეგ არის მე 6 ინდექსი, ხო? აი ეს. კაია. კაი, ესე იგი 700-ში ბოლო 100-ს თუ მინდა რომ გავიგო, ესე იგი წერ text და ინდექსად 6, ხო? ანუ ერთით ნაკლებს. ანუ რამხელაც არის სიგრძე, მაგას ერთით ვაკლებ, ხო? და აი მე თუ არ ვიცი რამდენი სიმბოლოსგან შედგება, აი მე თუ აი ესე მაქვს -1. სწორია, ყოჩახ. მე კი, ყოჩახ. ანუ რამდენიც არ ვიცი რამდენი არის სიმბოლო, მაგრამ მე თუ მინდა ბოლო გავიგო, მოდი აქ 100 დავწერ. მაშინ როგორ გავარკვევ, ესე იგი text index-ად და აი აქ რას დავწერ? მიკარნახეთ ეგეთ? Length -1. Length -1? კარგი, მაგრამ length რო არის რა არის? რისი length-ი? წერტილი, text წერტილი length-ი. სწორია. კიდევ უნდა დავწეროთ text. სწორია. ან ნახე, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტზე ვმუშაობ მე, კვადრატულ ჭრილებში პროგრამა უყურებს რიცხვს, ანუ ინდექსს უყურებს. და მაგას ლექსი და ისა რაღაცეები სიტყვები საერთოდ არ იცის. აზრზე არის, თავარი მისთვის არის, რომ რასაც აქ დავწერ, ის რომ დაიყოლოს რიცხვად, ანუ ინდექსად, რომ მე ის მაჩვენოს, ხო? აქ თავგანვე აი აქ უნდა დავწერო ტექსტის length-ი. -1. ხო? ეს text index-ად და პროგრამა როგორ ნახავს იცი? ესე იგი text-ის length-ი რამდენიაო? გაიგებს მაგას, მე ერთს გამოვაკლებს მაგას. ესე იგი text index-ად ეგ კონკრეტული რიცხვიო და მიპოვე შედეგად იმ 100-ს. აი ესე. აი მიპოვა. და ეს არის, რა ქვია. ესე შემიძლია ვიპოვო ბოლო. და პირველი 100, ჩვეუბრალოდ პირველ 100-ს როგორ ვიპოვიდი? ეგეც მითხრით ბარემ? აბა, პირველი 100 მინდა. 0 ჩაწერეთ და პირველი. სწორია. text index-ად 0. ეს. ძალიან კარგი. ესე იგი, მე ვიცი რომ, ესე იგი 0 არის პირველი 100 და ბოლო არის text-ის length -1. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა მოდი ესეთ კითხვას დავსვავ. აი ამ 100-ს რომ მიგდებს ეხლა. აი მოდი ესეთ კითხვას დავსვავ რა, ეხლა შევალ. აი ეს ან ეს რა ვიყო. აი ეს რა ტიპის არის?
სტრინგი. String, ხო? კარგი. აბა გავტესტოთ მოდი. text index-ად 0 ხო არის? მოდი ახლა რა დავწეროთ, იცი? type of ან type of-იც არის და get type-იც არის. როგორ შემიძლია ესე დავწეროთ. text index-ად 0 ხო არის რაღაც 100 ხო? და წერტილი get type. ხო? get type. ესე იგი text index-ად 0 რაც არის გამირკვევს, რაღაცა ის ხო არის და get type-ის ხო ჩვენ ხო ვიცით რომ ვარკვევთ ტიპს. რა ტიპიც არის? ჩარიო. ვა. ნახე რა ყოფილა? ანუ string-ში არსებული თითოეული ასო არის ჩარი. თუ კი მე ინდექსით მივწვდები მას. როცა ინდექსით მივწვდები, ის არის კონკრეტული სიმბოლო, ანუ ჩარი. აი ეს კონკრეტული ეს. ანუ ეს იგი string-ი გამოდის, რომ არის ჩარების ერთობლიობა, ესე რომ შევხედოთ. ჩარების სიმბოლოების ერთობლიობა. გასაგებია? გასაგებია. ასე ამაზე ყურადღებით მოვუყოთ ძალიან. ანუ მაგალითად ჩვენ ვიცით რომ ანუ ტიპების შეერთება, ან მიმატება რაღაცეები ხდება, ანუ როცა ერთ და იგივე ტიპებია საუბარი, ხო? დავუშვათ 5-ს ვერ მივუმატებ hello-ს. ხო? ფიზიკურად ვერ მივუმატებ. იმიტომ რომ ექნება error-ი. ანუ იმიტომ რომ ეს სხვა ტიპია. აქ ნაგომნარე ისიც, რა ქვია, string-ი სხვა ტიპია, ჩარი სხვა ტიპია. აქ ნაგომნარე ჩვენ თუ ესეთი დავალება გვიქნება, რომ რაღაცა სიტყვა მაქვს string a, რომელიც უდრის hello სიტყვაზე და მინდა რომ რაღაცა 100 მივუმატო მაგას და ის 100 text index-ად 0-დან გამომდინარეობს. 100 plus text index-ად 0 ამის მიმატება ვერ მოხერხდება. იმიტომ რომ a არის რაღაცა string ტიპის და text index-ად 0 არის char ტიპის. და string ტიპი და char ტიპი ერთმანეთთან ვერ ძმაკაცობენ. გასაგებია? ანუ ამით უნდა მივხვდეთ, რომ ერთ ტიპი უნდა იყოს ორივე, რომ მე მოხდეს რაღაცა შეწებება. ან რაღაცა ფუნქციონალის გაკეთება. გასაგებია? თუმია? მაჩ მოვხედოთ რამე თუ ხო არის. კარგი. ავიცით რა, აი მაგალითად ძალიან დიდი სიტყვა არის. დიდი რა, დაახლოებით 700-იანი. და მინდა რომ შუა ასობი რა ვიპოვო რა, რომელია და ხო არ გადავთვლი ახლა. მინდა რომ უცებ მიპოვოს, არის ეგეთი რამე. ხო. შუაში რა ვიპოვოთ ან ბოლოს წინა. აი, მოდი ესეთ კითხვას დავსვამ. სიტყვაზე 400-იანი ის მაქვს. სიტყვა. შენ შუად რომელ ასოს თვლი მანდ? აი რაღაცა ა ბ გ მეორეს. ანუ მეორე გინდა ისა შუა? შუა არა, 500-იანს აქვს და 4-იანს. ხო, ანუ 5 ხო, მაგდავით ახლა, ანუ 5-იანს აქვს, მაგრამ 4-იანს ესე არ აქვს. ანუ მაინც რაღაცა მჭირდება ლოგიკა, რის მიხედვითაც ვიზავ. ანუ კენტი უნდა იყოს, არა ლუწი. აი, როგორ იცი? თქლა ეგეც აი მაგათაც დიდი წინადება რო არ და გაყავიო სიტყვაზე ორ ნაწილად რო ვიღაცამ რომ მითხას აი დიდი წინადება რო არის ხო არ ვეტყვი რომ ლუწი არ არის და მაგიტო ვერ გაყოფო ხო? აი რაღაცა მოდი უბრალოდ თუ გინდა ჩავთვალოთ ეგრე რომ აი შუა იყოს დავშვათ B მაგალითად. ან კი, არ ვიცი, როგორც გინდა. ანუ ძალიან მარტივად რა სიზავდი იცი? სიგზე რაც არის, მაგას ვეყოფ 2-ზე. ნახე? ესე იგი, თუ მაგ 500. ან რავი, 700 იყოს სიტყვაზე. A B G D. ან რავი, ჩვენი კომპანიის სახელით გამოვიყენოთ. ესე იგი. ეს არის 3 ეს არის ხო 700 არის ხო? ნამდვილად. ესე იგი, 700 თუ არის, ესე იგი, რა გამოდის შუა?
აი, უბრალოდ რომ ჩვენ დრო დავთვალოთ. სანამ იმაზე ო, გავთ. ო, ესო რომელ ინდექსია? მესამე. მესამე. ანუ 7 და 3-იანი როგორ შემიძლია რომ მივიღო ფორმულით? ანუ 7-ს გავყოფ 2-ზე და ესა რა ქვია? 7-ს რო გავყოფ 2-ზე, ხო მივიღებ 3-ს. 7-ს რო გავყოფთ 2-ზე? ანუ ჯამში ხო 7-100 არის. კი, ანუ მე ხო მინდა რომ შუა გავიგო. შუა, სუსუ შუა. კი. აქ დაგომეერე შუა თუ მინდა ორ ნაწილად ხო მინდა რომ გავყო. ჩემი ეს დიდი ის. ანუ 7-ს კი. გავყოფ 2-ზე. ანუ 700 ხო არის ჯამში. გავყოფ 2-ზე რომ გავიგო მარცხნივ რამდენი არის და მარჯვნივ რამდენი არის. ესე ხო შემიძლია რომ გავარკვიო. ანუ 3 ხო არის და ნაშით ხო 1 არის. და აჰა. აი ზუსტად მესამე ინდექსი, ანუ მესამე ინდექსი ზუსტად იქნება. ანუ ლენქს რო გავყოფ 2-ზე, ზუსტად მივიღებ იმ შუას. მიხვდი? კი, ანუ ფორმულა მაინტერესებდა როგორ იწყება. მას ვიზავდი. ეს დავუშვათ რაღაცა სვადი მაქვს, ხო, დავუშვათ string company. ოდეს ალგორითმის, ხო? ესე იგი, შუა თუ მინდა რომ გავარკვიო, შემიძლია რავი, სვაცის მოთავს ხა. result. ეს როდის company. ანუ შუა 100 მინდა რომ ვიპოვო, ხო? თუ როგორ იცახი? კი, მაგალითად. ხო, მარტო შუა რომ მინდა, აი ეს მინდა რომ ვიპოვო. ო. ესე იგი, რას დავწერდი? ეს ჩარია მე, ხო, მაშინ ჩარს უნდა შევინახო. ეს უდრის company ინდექსად და აქ დავწერ company-ს length-ი გავყოთ 2-ზე. ანუ company-ს length-ი ხო 7 არის. 7 გაიყო 2-ზე მივიღე 3. ანუ 3.5 არ მივიღე, 3 მივიღე. იმიტომ რომ length-ი ეს არის int-ია. int-ზე რო გაიყო, int მივიღე. ანუ 7 2-ზე რო გავიყო, მივიღე 3. და company index-ად 3 გამოვიდა 0 1 2 3. აი გავტესტოთ. ანუ ეს ახლა იმიტომ გამოვიდა ზუსტად, იმიტომ გაიყო, რომ 0-დან ხო იწყება თუ რადგან 700-იანია 6-ად ჩათვალა და აი 800-იანი რო იყოს მაგალითად მაგ შემთხვევაში რა მოხდება? ანუ 7 ხო ვერ გაიყოფა 8-ზე. აი 800-ზე როგორ იქნება, იცი? ასე ვთქვათ, company-ს links-ი რამდენიც არის? ეს ხო არის 8. 8 რო გაიყო 4-ზე, მივიღე 4, ანუ იდეაში აი ამ შემთხვევაში აი იქნება 0 1 2 3 4. აი ეს u100 იქნება, u100 ჩაითვლება შუად. ამ შემთხვევაში. მიხვდი? ანუ აი რაღაცნაირად ის უნდა იყოს აი გაჩნდა რით ანუ რას ვასკვნით, ანუ რა ვთქვით, იცი? რომელი იყოს შუა, თუ კი 800-ისგან შედგება, იმიტომ რომ შუა 100 ყოველთვის უნდა იყოს, ანუ იქით ცალკე 400 უნდა იყოს მარცხნივ და მარჯვნივ უნდა იყოს 3 და თვითონ უნდა იყოს მერვე. ხო და აი გაჩნდა როგორ ვაპირებთ რა, ანუ რა გვინდა რომ შუა ჩავთვალოთ, თუ კი ლუწი რიცხვია სიგრძე. აქ ნაგობნარი ხა ეს, აქ იქნება წესდერგით u. ანუ შუა ჩათვალა ხა ეს, იმიტომ რომ length-ი ესე იგი 4 ესა 8 რომ გაიყო 2-ზე მივიღე 4 და company-ისა 4 გამოვიდა აი ეს u. სხვანაირად ვერც გაყოფ, ანუ აქეთ ცალკე არის 4, აქეთ u-ს აქეთ არის 3. და ნუ გაყო რა, როგორც შეიძლება გაყო. მიხვდი რას ვიძახი? კი, მივხვდი. იმიტომ სხვანაირად ვერც გაყოფ, ანუ ეს ამ u-ს ხო არ გაყოფ შუაზე. ხო და ესე გამოვიდა 4 3-ზე. ეს ხო. კი, მადლობა. ოკეი. აი. მე ძალიან საინტერესო. ესე დავიმახსოვროთ, პირველი 100 არის text index-ად 0, შუა ესა ბოლო არის text index-ად text-ის length-1. იდეაში მე ამის დავალების დაწერა მიდოდა, მაგრამ მოდი რა ვქნა, იცი, თქვენთვის მას ვიზავ.
თქვენ გაბარებთ ამ ამოცანას. უბრალოდ იფიქრეთ, როგორ შემიძლია დავპრინტოთ ტექსტის ყველა ასო. ანუ ნახეთ, აი ძალიან მარტო ესეთ კითხვა რა დავსვა. მე თუ ყველა ინდექსი ვიცი. 0 ინდექსი 1 2 3 4 5 ესე თუ ვიცი. რა ხო შემიძლია ჩამოვყვე ხა. რა ვიცი, კომპანი ინდექსად 0. მე დავწერე აქ კომპანი ინდექსად 1. მე ჩამოვყვები კიდე კომპანი ინდექსად 2. და ესე მივიღებდი ყველა ასოს, ხო? A L G ესე მივიღებდი ყველას. მაგრამ აი ამის თავიდან ასაცილებლად მინდა რომ ლუპები გამოიყენოთ. ეს არის ჩემი დავალება თქვენდამი და ესე თქვათ, არა მარტო ეს, ანუ თვითონ ამ კონკრეტული კვირის დავალება ნახეთ. დავალებებში თავი 4 მე მგონი. თუ 3, მე მგონი 4. მე 4 კვირაზე ვარ ახლა. ანუ თავი 4-ის დავალებების გრაფაში ნახეთ და ეგ იქნებოდ გასაკეთებლად. ჯეჯობით, ანუ მე მოვრჩი დღეს განხილვას რაღაცეების. და თუ არის რამე კითხვა ამასთან დაკავშირებით. კარგი. მაშინ რა ვიცი, დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი ლექცია. მე იდეაში მაინც ჩასაწერი მაქვს როგორც წინა კვირის დავალების გარჩევა. მაინც მინდა რომ გავაკეთოთ ეგ. და თუ ამ კვირაში იყო რამე გაუგებარი დავალებებთან მიმართებაში, მაშინ მაგასაც ჩავწერ მე. ასე რომ რა ვიცი, თუ არაფერი კითხვა არ გაქვთ, მაშინ დაგემშვიდობებით და აბა შევხვდებით სამშაბათამდე. სამშაბათს შევხვდებით. ხო, შევხვდებით სამშაბათს. ნახვამდის.